რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. თუ აქამდე არ გამოგიწერიათ აუცილებლად. არ გამოტოვოთ ეგ შესაძლებლობა, მოიწონეთ და გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობას ვფიცავ. პროჭორულელთა განცხადებების უმრავლესობა ყურადღების ღირსიც არაა. ნამეტანი პატივია მაგათთვის. მით უფრო ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკინგი, ანუ ფაქტების გადამოწმება. ეგენი რომ აბრეხვებენ ხოლმე. პირველ წლები სანამ ბევრს ეგონა რომ არჩეული ხელისუფლება ყავდა, ეგ კიდევ შეიძლებოდა. ახლა აზრი აღარ აქვს. ახლა რუს რა უნდა ელაპარაკო. მაგრამ არის ხოლმე გამონაკლის შემთხვევები. მაგალითად, ვინმე კვირცხალიას ბოჟიალი პარლამენტად წოდებულ დარბაზში, სადაც ეს კაცი მგონი უმრავლესობის ლიდერად ითვლება ახლა. სულ 2 წუთი უნდა დავხარჯოთ, რომ ფაქტების ფაქტიურობა გავარკვიოთ და მერე მივაკვლიოთ პირველ წყაროს, ვინ დაუწერა ეს ტექსტი ამ პატივცემულ გვამს, რომელიც ფურცელს თვალს ვერ აშორებს. სიტყვა წერტილმძიმე რომ არ შეეშალოს. შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოს და ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი. ფაქტი ნომერი 1. შვედეთმა შეშფოთება ნამდვილად გამოთქვა და ნამდვილად შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება მოითხოვეს. მაგრამ გაიგონეთ სიტყვა, რომელიც პატივცემულმა გვამმა თითქოს შემთხვევით ჩააკვეხა, რუსული. ნუ თუ მომესმა. აბა გავაგზავნოთ ხა და რა სიტყვის? მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზნასვით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად ჩამოვბრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ. ერთხელ შეიძლება წამოწდეს სიტყვა, მაგრამ ორჯერ და ათჯერ რომ იმეორებს უკვე განცხადებაა. ასეთი რამ პროჭორულელებს კარგახანი აღარ უქნიათ. სიტყვა რუსულის გამოყენებას გულისხმობ ნეგატიური კონოტაციით. და რის თქმა უნდა ახლა ამ პატივცემულ გვამს, რომ შვედეთი რუსული, ანუ ბოროტი ძალის წარმომადგენელია. ისევე როგორც განცხადების ხელმომწერი 23 სხვა ქვეყანა: ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო. ესენი არიან რუსები. პროჭორულელი კვირცხალია და ვიღაცა მისი ხაზეინი რუსი ოლიგარქი კი ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის მანათობელი ვარსკვლავები არიან ცისკაბადონზე. პროჭორულელთა არსენალში ეს არის უკანასკნელი იარაღი. როცა თავის ოპონენტებს აბრალებენ ხოლმე რუსობას. და ეს ორ რამეს მიუთითებს. პირველი, ძალიან კარგად იციან, რომ სიტყვა რუსულს ამდენი წლისა და ამდენი ბოდიშის შემდეგ ნეგატიური დატვირთვა აქვს მაინც. და მეორე, თავის სამართლებლად სხვა არგუმენტი უბრალოდ აღარ აქვთ. მაგრამ მხოლოდ ფაქტებზე რომ ვილაპარაკოთ ახლა. მოსკოვის მექანიზმი რუსულია? არა კოცო, არა. ეუთოს მექანიზმი აქ. დამტკიცებულია უბრალოდ დასაწვავ მოსკოვში. სანამ რუსეთი კი არა, საბჭოთა კავშირი იყო ჯერ კიდევ მისი წევრი. ტერმინი მოდი შორეული 91 წლიდან, შეხვედრიდან და გადაწყვეტილებიდან, რომელიც მოსკოვში ეუთოს წევრებმა გამართეს. ეს მექანიზმი ეუთოს ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე მძიმე არტილერიაა და სულ რამდენჯერმე აქვს ამოქმედებული, როცა სხვა გზა ყველა შანსი მოესპო და იმედი გადაეწურა. რამდენჯერმე ამოქმედა რუსეთში, ბელარუსში, თურქმენეთსა და იუგოსლავიაში. და ამ არაჩვეულებრივ საზოგადოებაში ახლა საქართველოს ჩაეწერა. მადლობა ბორიარუს. მაგრამ აქვე მეორე ამბავია არანაკლებ საინტერესო. საინტერესო თავისი ქვეტექსტებით. აქ უკვე ორი დიდებული გვამის მოსმენა მოგვიწევს. დიდებული გვამი ნომერი 1. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. პატივცემული გვამი გვარად კვირცხალი ამას ეუბნება შვედებს. ველური დასავლეთი ხართო. განგსტერების ქვეყანაა. საერთოდ როგორ ხართ გადარჩენილები აქამდე, ვინც ჯერ კიდევ მან ცხოვრობდო და საიდან მოიტანა ეს? ვინ დაუწერა იმ ქაღალდზე და ვინ უთხრა რომ სიტყვა სიტყვით ჩაარაკრაკე, ემან არაფერი გამოგჭესო.
ამისთვის ერთ დოკუმენტში უნდა ჩავიჭრიდოთ. რუსულენოვან დედანში. შვედეთის პოლიციის შეფასებით, ეროვნული სამართალდამცავი სისტემის მთავარი საფრთხე ძალადობის ეპიდემიაა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამას განიხილავს შვედეთში კრიმინოგენური ვითარების ზოგადი გაუარესების კონტექსტში, როდესაც ფაქტიურად ყოველდღე ხდება კრიმინალური გარჩევების სრულითა და აფეთქებებით. ამასთან სტოკჰოლმი ღიად აღიარებს, რომ ვერ აკონტროლებს ვითარებას. ახლა ამ დოკუმენტის სახელწოდებაც უნდა გაჩვენოთ. ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. რუსეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი მოხსენება მოსკოვი, მინსკი 2025 წელი. თუ აქამდე არ იცოდით ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ, ბევრი დაგიკარგავთ. იმიტომ რომ არ გცოდნიათ საიდან საზრდოობს პროჭორილელთა ესეთი ანტიდასავლური შიზოფრენია. დიდწილად. თორემ სხვა წყაროებს რა თქმა უნდა აქვთ. მაგრამ ამ შემთხვევაში, აი ახლა კონკრეტულად შვედების ლანძღვა ნაღდად რუსულიდან თარგმნილი ბოდოა, საგარეო საქმეთა სამინისტროების მოხსენებად სახელდებული. ჩემი გჯერათ? თუ არ ჯერათ, წავიწიო წინ და შემდეგი მაგალითი. იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ თქვენს გავსად, ჩვენ შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვთ ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ხმამაღლა მიდის საუბარი. მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები. ახლა ჩავხედოთ დედანს. 2024-სა და 2025 წლის დასაწყისში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა შვედეთში, რომელიც ცდილობს თავი ავტორიტეტულ ჰუმანიტარულ სახელმწიფო წარმოაჩინოს, ძირეულად არ შეცვლილა. 2023 წელს შვედეთის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რესპონდენტთა 47%-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ადამიანის ზოგიერთ უფლებას საფრთხე ემუქრება. მაღალი რისკის ჯგუფებად დასახელებულები არიან მიგრანტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები. პროჭორილელებს ერთი უნდა დაუფასოთ. ხროვად უცებ იქცევიან. რაც უნდა დეგენერატობა თქვას, ვინმემ არ არსებობს ვარიანტი, მე არ გააბრავა. იმიტომ რომ ხროვაში, ანუ ცხოველთა სამყაროში, უკან და ხევ არის სისუსტის ნიშანი. შეგჭამენ. ასე პატივცემულ პირველ გვამს მეორე დღეს კერდით და არარსებული შუბლით გადაეფარა. პატივცემული გვამი ნომერი 2 ახლა. როდესაც შვედეთი ცდილობს ჩვენს მენტორობას და ცხვირაწეული გვესაუბრება ჩვენ და ჭკუას გვასწავლის რაღაც მიმართულებებით, ვერ გავიგე რატო უნდა ვასწავლებინოთ ჭკუას ხვებს და რატო უნდა მივუთითოთ ხვებს იმ ხარვეზებზე, რომელიც მათ ქვეყნებში არის. რა ეშველება ახლა ამ შვედეთს? სულ წავიდა ხელიდან. და თუ არის რამე შანსი გადარჩეს და გადაარჩინოს ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ჯანდაცვა, ბორის ივანაშვილისა და მისი ერთგული რაზმების ბრძნული რჩევა დარიგებით მაინც. გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხარო თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატებული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. საიდან ეს ფაქტები და სტატისტიკა? ექსპერტთა შეფასებით, კრიზისშია ხანდაზმულთა და შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ადამიანების მოვლის სფერო, განსაკუთრებით სახელმწიფო დაფინანსების შეკვეცისა და სოციალური სექტორის პრივატიზების ფონზე. იზღუდება დრო, რომელიც გამოყოფილია ასეთი ადამიანების სახლში დასახმარებლად. პერსონალის დაუდევრობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის, არაოპერატიულობისა და არაკომპეტენტურობის გამო იზრდება სიკვდილიანობა მოხუცებულთა სახლებში. დგება რეგიონული უთანასწორობის საკითხიც, მათ შორის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლებისა და მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის პრობლემები. თავი, რომელიც მხოლოდ შვედეთს ეძღვნება, 30 გვერდიანია. ანუ პუტინი და ლუკაშენკა 30 გვერდზე გიმტკიცებენ, რა საშინელი ქვეყანაა შვედეთი, რა უსამართლო, სახიფათო და არ გადასარჩენი. შვედეთის გარდა უფლებათა ვითარების გამხილველ ამ დოკუმენტში კიდევ 4 დუჟინი ქვეყანაა 1850 გვერდზე გამოწვლილვით. მთელი ევროპა, შტატები, კანადა, იაპონია და ავსტრალია. ყველა სახელმწიფო, სადაც გაუსაძლისია ცხოვრება, თავისუფლად ვერ სუნთქავ, სადაც ვერ ლაპარაკობ, ვერ ფიქრობ თავისუფლად. საქართველო კი ამ სიაში არაა. საქართველო რუსეთისა და ბელარუსის აზრით სამაგალითოა დემოკრატიითაც, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტითაც, სიტყვისა და რწმენის თავისუფლებითაც, ეკონომიკური მდგომარეობითაც, მართლმსაჯულებითაც და ყველა სხვა სიკეთითაც. წესით ვინმე კვირცხალია არ ღირს იმათ, რომ მის მოსმენაში თქვენი სიცოცხლის ძვირფასი წუთები კარგოთ. არც პაპუაშვილი ღირს, მაგრამ რა კი კონსტიტუციის დარღვევისა და დასავლეთთან აბსოლუტურად მიზანმიმართული დაპირისპირების დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად. ეს ყველაფერი ერთად უნდა დაალაგო და რუსულ დედანთან ერთად მომდევნო და სამართლიანი სასამართლოსთვის შეინახოთ.
ეს იყო ვაშა გადაცემა თენგის გოგოტიშვილთან. აუცილებლად გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და